ზეწოლაზე საუბრობენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც პროფესორ-მასწავლებლები რექტორს სასწავლებლის პოლიტიზირებასა და თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. არგუმენტი კი ასეთია, სასწავლებელში ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის რაოდენობა აკადემიურისაზე ბევრად ჭარბობს. თანამშრომლები განათლების სამინისტროს მიმართავენ და ითხოვენ, რომ ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე კანდიდატი არჩევნების შემდეგ დაინიშნოს. თანამშრომელთა ბრალდებებს უნივერსიტეტის რექტორი უარყოფს. თავარი პრობლემა, რომელიც არის უნივერსიტეტში, ეს არის ის, რომ უნივერსიტეტი არის ტოტალურად პოლიტიზირებული და ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ არაფერი ჯერჯერობით არ შეცვლილა. აუცილებელია რადიკალური ცვლილებების შეტანა საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ, კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ აუცილებელი ავტონომიის მინიჭება უნივერსიტეტებისათვის. ნამდვილად არის გაბერილი შტატები, იმიტომ რომ ალბათ აკადემიურ პერსონალზე მეტი ნამდვილად არ უნდა იყოს ტექ პერსონალი და ადმინისტრაცია უნივერსიტეტში და თუკი თქვენ ჩახედავთ შტატებს, იქ ნახავთ, რომ სწორედ პოლიტიკური ფიგურების მეუღლეები, ნათესავები, ოჯახის წევრები მიიღეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ქუთაისის უნივერსიტეტში, როდესაც გაუშვეს დამსახურებული პროფესორები. აქამდე ბრალდებდნენ, რომ რატომ ხდება უნივერსიტეტში ოპტიმიზაცია და რატო ხდება შტატების შემცირება. ახლა ამ ფონზე ისე ვინც ბრალდება, რომ შტატები რატოა გაბერილი, რა ვიცი, ცოტა უხერხულად მეჩნია. თუმცა მე ნამდვილად მზადა ვარ, ნებისმიერ პიროვნება შევხვდა და ვისაუბრო იმაზე, სად შეიძლება იყოს უკეთესი, თქვათ, გამოსავალი.